დაუბრუნდეთ კვლავ საქართველოს. ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელიც კორუფციასთან ბრძოლას და სახელმწიფო სერვისის გაუმჯობესებას ეძღვნება. ღონისძიებას უცხოელი სტუმრები ესწრებიან, რომლებიც საქართველოში ამ კუთხით გატარებულ რეფორმებს ეცნობიან. შეხვედრა იუსტიციის მინისტრმა გახსნა. ბათუმიდან ბექა მჭედლიშვილი გვერდება. ბექა, რომელი ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ დელეგაციები ამ კონფერენციაზე დასასწრებად? Tia კონფერენცია, რომელიც დაახლოებით 1 საათის წინ გაიხსნა, ესწრება 100-მდე დელეგატი, მათ შორის არის 70 უცხოელი დელეგატი, 70 და ასევე 35 ადგილობრივი საქართველოს წარმომადგენელი. ასევე აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ანტიკორუფციული რეფორმის ექსპერტები ესწრებიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ასევე ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან. დღევანდელ კონფერენციაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება, მათ შორის ეს არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების კუთხით საქართველოში გატარებული რეფორმების შედეგები და ეს არის შედეგები, რომელსაც დღეს კონფერენციაზე ქართული მხარე უცხოელ დელეგატებს გააცნობს. ასევე საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე გამართავს ანტიკორუფციული რეფორმის პრეზენტაციას. დღის მეორე ნახევარში კი უკვე ეგეგმება EBRD-ის ახალი კვლევების პრეზენტაცია უცხოელი დელეგატებისთვის. ჩვენთვის მოულოდნელად ძალიან დიდი ინტერესი აქვს სწორედ ამ კონფერენციას და საკმაოდ შეურიდან ჩამოვიდა ხალხი იმისაც, რომ გაეცნოს ქართულ გამოცდილებას. რატო? იმიტომ რომ ჩვენ ვართ ნომერი 1 კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სახელმწიფო დოკუმენტების გაცემის კუთხით, ასევე ვართ პირველები მსოფლიოში 92%-იანი მაჩვენებლით და ზოგადად საქართველოს რეფორმები საკმაოდ პოპულარულია სხვადასხვა ქვეყნებში. მათ აინტერესებს ძალიან ბევრი დეტალი, როგორ ვაკეთებთ ჩვენ ამ ყველაფერს საქართველოში და სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ და სწორედ აი ამას ვეთქილავთ უკვე ამ კონფერენციას. ჩვენთვის არის განსაკუთრებული დღე, ამ რაოდენობის სტუმარი, ამ რაოდენობის ქვეყნიდან ჩვენი წარმატების გასაზიარებლად, ასე ვთქვათ, და მათი წარმატებების ჩვენი მხრიდან მოსასმენად აქამდე არ ყოლია. ჩვენ მათ გავასწორებთ იმ წარმატებებს, რომლებიც ყვა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ორგანიზებული დანაშაულის დამარცხებაში საქართველოში და შესაბამისად აქედან გამომდინარე უკვე იმ საჯარო სექტორის დახვეწაში და რეფორმირებაში, რომელთაც ჩვენ არ უნდა ვამოყოთ. საქართველომ გადადგა სერიოზული ნაბიჯები რეფორმების მხრივ. გაუმჯობესა და გამჭვირვალე გახადა მომსახურების სფეროები. ასაკ შეიკრიბნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იმისთვის, რომ გაიზიარონ ქართული გამოცდილება და ისწავლონ თუ როგორ გადადგან მსგავსი ნაბიჯები. Tia კონფერენციაში ასევე მონაწილეობას მიიღებს უკრაინის იუსტიციის მინისტრი და ასევე პოლონეთის მთავრობის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი. კონფერენციის ფარგლებში დელეგატებს წაიყვანენ და დაათვალიერებინებენ ასევე დღის მეორე ნახევარში ძველ ბათუმს და იგეგმება სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის დათვალიერებაც. აღსანიშნავია, რომ ხვალ უკვე დელეგატებს მიიყვანენ იუსტიციის სახლში და მუშაობის ინოვაციურ ტექნოლოგიებს გააცნობენ. სულ კონფერენცია არის 3 დღიანი, ის დღეს გაიხსნა და 24 სექტემბერს ბათუმში დაიხურება. ბათუმიდან ბექა მჭედლიშვილი გვერდებოდა.